სოხუმი ჩემი ეს ტკივილია. სოხუმი, სოხუმელები. ჩვენი მეგობრობა და ჩვენი ერთად ყოფნა ეს იყო რაღაც სასწაული, გამიგეთ? სკოლაზე ვამბობ, მე უკვე უბანოში რო წავედი და ისა თითქმის უკვე მე სოხუმში ლენინგრადიდან დავუბრუნდი 68-ში. და იქ ვიყავი, ახლა სანამ არ წავედი ისრაელში. მაგრამ ის სიყვარული, ის სითბო, ის ქალაქი, რომელიც ჩემი ქალაქი იყო, ჩემი დაბადების ადგილი იყო, დაუვიწყარი იყო ჩვენთვის. ჩვენ ხომ არ ვიცოდით თუ გაიღებოდა ის გაიხსნებოდა კიდევ ეს კარები და წამოვიდოდით აქეთ ვნახავდით 20 წელი, 22 წელი ჩაკეტილები ვიყავით და ვიღაც თუ ჩამოვიდოდა და გვეტყოდა ვიღაც სხვების ამბებს და რაღაც ეს ჩვენთვის იყო რაღაც წარმოუდგენელი ამბავი. სად არ წავსულავთ ხოლმე მე, მამაჩემი, დედაჩემი ამბის საკითხავად ახალი ჩამოსულები რომ იყვნენ. ჩვენთვის ეს იყო რაღაც სოხუმიდან მოტანილი ახალი ამბავი, რომელსაც ესე იგი ჩვენ ველოვლეავლებოდით და იცოდით რომ ესე იგი არ ჰქონდა იმედი რომ ესე იგი თუ გაიხსნებოდა ეს გზა, მაგრამ მოხდა სასწაული, ის დიდი იმპერია რაც იყო დაინგრა და ჩვენ დღეს აქ ვართ. მე დღეს თბილისში ვარ და ვამბობ ჩემს სოხუმზე, ჩემს დედაქალაქზე თუ როგორი ტკბილი ცხოვრება და როგორი ტკბილი ატმოსფერო იყო იქ. მთელი აფხაზეთი იყო საბჭოთა რივიერა და სოხუმი კიდევ მისი მარგალიტი. სოხუმში 100,000 კაცზე მეტი მაცხოვრებელი იყო, ძირითადი მაცხოვრებლები. ზაფხულში 5-ჯერ იზრდებოდა ეს რიცხვი, მაგრამ ქარაკს არაფერი არ აკვდა. ყველაფერი სიკეთე იყო, აი სიუხვე, ერთმანეთის გატანა, ყველაფერი იყო. რამ შეცვალა ესა ჩემი წასვლის შემდეგ აქა და როგორ მოხდა ის ამბავი, რომ აი ესეთი შუღლი, აი ესეთი სიძულვილი დაითესა, აი პროდუქტი, აი ამ სიგლახის, ისა რაც დღეს არის აფხაზეთი ჩამოშორებული როა თავის მკვიდრ საქართველოს. თბილისში ვიყავი მსოფლიო ებრაელური ორგანიზაცია ესეთი ისრაელისთვის სოხუმი არა, სოხნუთი. იმის ხელმძღვანელი ვიყავი, ამიერკავკასიაში ვიყავი, ესე იგი ამის ხელმძღვანელი და მაშინ ომი იყო, ომის პერიოდში მე სოხუმშიც ვიყავი. გამოყვავდა ძირითადში ებრაელი ხალხი გადასარჩენად და ყველა ის ტკივილი რაც კი იყო, ყველაფერზე მეც და ჩემმა მეუღლემაც გადავიტანეთ აქ. დავდიოდით სოხუმელებს ვეფერებოდით, თუ იყო ჩასაცმელი ვაცმევდით. ხალხი ხომ ტაპაჩკებით გამოვიდნენ იქიდან, თითქმის ბევრი იქ დარჩა, ჩემი ძმადნაფიცი, ერთად ვიზრდებოდით ლაზარეიშვილი ნუგზარი, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. მე ერთადერთი ვაჟი ვიყავი და ისიც ერთადერთი ვაჟი იყო. მე ვიზრდებოდი იმათ ოჯახში და ის იზრდებოდა ჩვენ ოჯახში. ჩემ წინ ცხოვრობდა აფხაზი კემულარია კოლია, რომელიც იყო ერთ დროს სოხუმის მერი. მერე ჩვენ სობას რო ჩვენ რო წავედით, მაშინ აფხაზეთის ინტურისტის მმართველი იყო, აფხაზი იყო. ყველა ვიყავით ერთი ოჯახებით რა. მე რამდენადაც მესმის ის ძაფი ურთიერთობების კიდევაა შენახული. ძალიან ბევრ საქართველოს, რომლებიც სოხუმიდან არიან გამოსული, აქვთ კავშირი თავიანთ მეგობრებთან და ეს კავშირი უნდა გაღრმავდეს. ის აყვავებული ქვეყანა, რომელიც ღმერთმა მოგცათ, მე არ მინდა ცუდი სიტყვები ვიხმაროთ, მაგრამ ესე იგი არაფერი არ დარჩა იმ აყვავებულიდან, გამიგეთ, ქუჩაში ვარდის სუნი რომ იყო და ქვეყანა რომ გიждდებოდა ამაზე, დღეს მე არ ვიცი რა ხდება იქ. უნდა იცოდნენ იმათმა, რომ არის სხვა სიტუაციაც, შენდება ქვეყანა. ისინი უკან იხევიან. მშვიდობა უნდა შეიქმნას, ორივე მხარეს უნდა უნდოდეს მშვიდობა, გამიგეთ. უნდა მივიდნენ იქამდე, რომ ესე იგი სხვა ვერან ვერ გააკეთებს იმ საქმეს, რაც თვითონ უნდა გააკეთონ. იგივე აფხაზებმაც და ქართველებმაც ახლა. დღესაც მე თუ ვინმე არის მე-11 საშუალო სკოლის დამთავრებული ჩემი მეგობრები, მეზობლები, ვინც არ უნდა იყოს, გამიგეთ, ნაცნობები. მე ხშირად ვარ ხოლმე საქართველოში და დიდი სიამოვნებით აღვადგენ აი ამ ძაფს. ეს ჩემთვის ძვირფასია, გამიგეთ, ჩემი ოჯახისთვის. მე არ მინდოდა აქ მეთქვა, მაგრამ შვილი მყავს დასაფლავებული სოხუმში. და რამდენად ძლიერია ჩვენთვის ეს სურვილი, რომ ჩავიდე და მოვინახულოთ ის საფლავი. ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები ყველა დღეს მე 4 შვილი და დასახლებულები არიან.
ყველას გვინდა წასვლა იქითკენ.